ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფაჰლავი ამერიკის ვასალად ითვლებოდა. ეს კარგად გამოჩნდა 1953 წელს, როცა შაჰმა ამერიკისა და ბრიტანეთის დახმარებით გადააყენა პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყი, რამაც გამყარა ქვეყანაში მისი დიქტატურა. სანაცვლოდ კი შაჰი ამერიკისა და ბრიტანეთის ნავთობ ინტერესების ერთგული პარტნიორი გახდა. 1979 წელს ირანის დატოვების შემდეგ შაჰი ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა. სიმსივნის დიაგნოზის დასმის შემდეგ კი მას სურდა სამკურნალოდ ამერიკაში ჩასვლა. იმდროინდელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კარგად აცნობიერებდა, რომ შაჰის მიღება შეერთებულ შტატებში გააღიზიანებდა ირანის ახალ ისლამურ მთავრობას, ამიტომ თავდაპირველად მოერიდა ამ ნაბიჯის გადადგმას. თუმცა ისტორიკოსების მიხედვით, ორი დიდი გავლენის მქონე ადამიანის, ჰენრი კისინჯერისა და დევიდ როკფელერის ზეწოლამ კარტერს შაჰის მიღება მაინც გადააწყვეტინა. და იგი 1979 წელს ნიუ-იორკის საავადმყოფოში ჩავიდა და ირანში რევოლუციონერების რისხვამაც არ დააყოვნა. მათ მოითხოვეს შაჰის დაბრუნება ირანში, რათა პასუხი ეგო წარსულ დანაშაულებებზე. შეერთებული შტატების მფარველობამ კი ირანელი რევოლუციონერები ისე გააღიზიანა, რომ მათ შტურმით აიღეს ამერიკის საელჩო თეირანში. 66 დიპლომატი ტყვედ აიყვანეს და 14 გათავისუფლების შემდეგ 52 ამერიკელი 444 დღის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. ეს იყო ანტიამერიკული განწყობების კულმინაცია, რაც ირანში მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. შეერთებული შტატების პასუხი კი იყო უპრეცედენტო სანქციები. ირანს გაუყინეს ფინანსური აქტივები, ოქრო, საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება. შეწყდა ირანიდან ნავთობის იმპორტი. იმ დროს კი ამერიკას 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობს ყიდულობდა ირანიდან. დაწესდა ვაჭრობის შეზღუდვები, რის შედეგადაც ასობით ამერიკული კომპანია ირანის ბაზრიდან გავიდა და შეწყდა ამერიკული იარაღის მიყიდვაც. თუმცა სანქციებმა შედეგი არ გამოიღო და კარტერმა წამოიწყო ოპერაცია არწივის ბრჭყალი, რომლის მიზანიც ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გამოყენებით მძევლების გათავისუფლება იყო. თუმცა ოპერაცია კატასტროფულად დასრულდა. უამინდობისა და ტექნიკური გაუმართავობის გამო 8 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და მძევლების გათავისუფლება ვერ მოხერხდა. ეს იყო სერიოზული დამცირება შეერთებული შტატებისათვის, განსაკუთრებით პრეზიდენტი კარტერისათვის, რომელსაც მოგვიანებით საპრეზიდენტო კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა მომავალი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. საბოლოოდ რეიგანის გაპრეზიდენტების შემდეგ 1991 წელს საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ირანი დათანხმდა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს და ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ ირანმა ტყვეები გაათავისუფლა. ეს კრიზისი კი შეერთებული შტატებისა და ირანისათვის იმ დაძაბულობის დასაწყისი აღმოჩნდა, რაც დღემდე გრძელდება.